მოგესალმებით მეგობრებო, ახლა ვარ სომხურ მაღაზიაში და ნახეთ ახლა ეს ჩირებია, სულ სომხეთში დამზადებულია ესენი და ხურმა არის 22 ევრო კილოგრამი. წარმოგიდგენია, მაღაზიას ავსია სომხური პროდუქციით, რა თქმა უნდა, უკრაინული, რუსული და ქართული მხოლოდ ლიმონადი და ბორჯომი. ლიმონადი აი ნახეთ ახლა igen სულ სომხეთში დამზადებულებია. უმეტესობა აი ეს მურაბები, ყავიდლოები სულ სომხეთში დამზადებულია. სულ სომხეთში ამრიტა. აი ნახეთ რა. აი ქართული არის აგერ ბორჯომი, ქართული არის აგერ ნატახტარი. ჩვენ და სამწუხაროდ ეს ნატახტარის და ბორჯომი ჩამოსულია გერმანიის ტერიტორიაზე, ლიცენზია აქვს ეთქობა ნაკიდი და უმეტესობას პროდუქცია არის სომხური. აი ასე ზრუნავენ თავის ქვეყანაზე სომხეთი და ასე ზრუნავენ ჩვენ ქვეყანაზე დედააფეთქებული ბიზნესმენები, რომლებიც საქართველოში ცეცხლის ფასადყიდია ყველაფერი. სულ თავისუფლად შეუძლიათ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში გახსნან ასეთი მაღაზია, აი აგერ ლავაში. აი ლავაში 2 ევრო. რამე იქნება, რა იქნება, არ ვიცი. მაგრამ არაფერი მაგამაც. ვეთისალოთ კიდევ კაი ქართული რესტორნებია გახსნილი. ქართული რესტორნებია გახსნილი, კიდევ კაი. მაგრამ მაღაზიების რა გითხრა? ხო და არ ვიცი, ჩვენ გატყეებაზე რო ხართ საქართველოში, თქვენ დედააფეთქებულო და ქართული წარმოება რო არ არსებობს. ჩირის გამოშვებას რა უნდა და ხურმას და კარალიოკს მიაქვს საქართველო, თქვენ დედააფეთქებულებო და მურაბის და ემის ჩამოსვლას რა უნდა. რაღაცა ხო უნდა გიყვარდეთ ეგ ქვეყანა, თქვენი დედა მანდამაინც. მადლობთ ყურადღებისათვის. აი ასეთი ბიზნესი გვაქვს, აი ასეთი ხელისუფლება გვაქვს.